მიმდინარე გაკვეთილში განვიხილავთ, თუ როგორ ხდება გატარებებიდან საქონლის მიღება და ჩამოწერა, რომელსაც ჩამოწერის მეთოდში მითითებული აქვს FIFO. დავამატოთ საქონლის მიღების გატარება, მივთითოთ ანგარიშები. ჩვენ უკვე გახსნილი გვაქვს სისტემაში ორგანიზაციის ანგარიში და სასაქონლო ანგარიშები. ნახოთ ამ საქონელს, რომ ნამდვილად FIFO მეთოდი აქვს მითითებული. გავაკორექტიროთ ანგარიში და ჩამოწერის მეთოდი არის FIFO. დავხუროთ ეკრანი. მივთითოთ რაოდენობა, ვთქვათ, შევიძინოთ 10 ცალი საქონელი 100 ლარად. გავასწოროთ დისბალანსი და დავიმახსოვროთ საქონლის მიღების პირველი გატარება. დავამატოთ კიდევ ერთი გატარება. მივთითოთ, ვთქვათ, თარიღი 0305. მივთითოთ ანგარიშები 16-10-1 და კიდევ შევიძინოთ 10 ცალი საქონელი, ამჯერად 150 ლარად. გავასწოროთ დისბალანსი და დავიმახსოვროთ მიღების მეორე გატარება. ახლა ნახოთ, როგორ ხდება საქონლის ჩამოწერის გატარება. დავამატოთ 72 10 ანგარიში, 16-10-1 და კრედიტ რაოდენობაში მივთითოთ, ვთქვათ, 5 ცალი. ჩამოვწეროთ 5 საქონელი. სისტემამ თანხა ავტომატურად დაითვალა და დაგვიწერა 50 ლარი. შეგვიძლია გავიდეთ FIFO LIFO დაბრუნების შედეგების წყვილზე და დავათვალიეროთ ეკრანი. გავასართოთ ეს ეკრანი. ჩვენ გვაქვს ორი მიღების ოპერაცია. პირველი 100 ლარით, მეორე 150 ლარით. აქვე არის მითითებული ერთეულის ფასები, თითოეული ოპერაციისათვის, რაოდენობები და მიმდინარე ოპერაციის რაოდენობაც. და აქვე არის გამოთვლილი ღირებულება. სისტემამ რაოდენობა გაამრავლა ერთეულის ფასზე და დაგვიწერა გამოთვლილი ღირებულება. დავხუროთ ეკრანი, გავასწოროთ დისბალანსი და დავიმახსოვროთ ჩამოწერის პირველი გატარება. დავამატოთ კიდევ ერთი ჩამოწერის გატარება. მივთითოთ თარიღი, ანგარიში. მივთითოთ კრედიტში, ვთქვათ, ჩამოწეროთ 20 ცალი საქონელი. სისტემამ თანხა აღარ დაითვალა, რადგან არ არის საკმარისი ნაშთი საქონლის ჩამოსაწერად. გავიდეთ ისე FIFO LIFO-ზე, დაბრუნების შედეგების წყვილზე და დავათვალიეროთ ეს ეკრანი. მართლაც მარაგი დარჩენილი გვაქვს 15 ცალი და სისტემა ვერ ჩამოგვიწერს 20 ცალ საქონელს. შესაძლებელია საჭირო გახდეს მიღების ოპერაციაში თანხის კორექტირება, რამაც უნდა შეცვალოს შესაბამისად საქონლის ღირებულება. გვაქვს სისტემაში ოპერაცია, რომელიც ასრულებს თვითღირებულებების გადატვლას. მოდით შევცვალოთ საქონლის ღირებულება, ვთქვათ, რომ არის 150 ლარი. შევინახოთ მიღების ოპერაცია, ჩაკორექტირებული. შევიდეთ მაკრო ოპერაციებში, ბალანსის შედგენისთვის საჭირო მაკროსები, გატარებებში სიდიდეების გადაცვლა და გავუშვათ თვითღირებულების გასწორება. ყველა ანგარიშისათვის გავუშვათ და დავეჭიროთ OK-ს. OK. გადავიდეთ გატარებებზე და ვნახოთ თუ როგორ შეიცვლება საქონლის ღირებულება. აი მართლაც ჩამოწერის გატარებაში ნათლად დავინახეთ თუ როგორ შეიცვალა საქონლის ღირებულება.